მოგესალმებით, მე გახლავართ ლევან ოსაბერიძე და წარდგინეთ მოხსენებას კლდის ხელოვნება საქართველოში და ძირითადად შევეხები უკანასკნელი 10 წლის კვლევის შედეგებს. პირველ რიგში პრეისტორიაზე დავიწყებ საუბარს ამ კლდის ხელოვნების შესწავლის. საიდან იწყება კლდის ხელოვნების კვლევა? პირველი ნაბიჯი კლდის ხელოვნების კვლევაში გადაიდგა საკმაოდ ადრე, 1880-იან წლებში. იყო პირველი შემთხვევა, როცა აღმოჩნდა კლდის ხელოვნების ძეგლი. და ეს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ჩემი აზრით მსოფლიოშიც ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა ესეთი ძეგლი დაფიქსირდა, იმიტომ რომ ზოგადად შედარებით ახალი მიმართულება არქეოლოგიასთან შედარებით ეს კონკრეტულად კლდის ხელოვნება და აქედან გამომდინარე უმეტესობა ძეგლები მსოფლიოშიც დაფიქსირებულია შედარებით გვიან ნეოლ საუკუნეში. ეს ძეგლი კი დაფიქსირდა 1880-იან წლებში და თუმცა არ იყო ეს შემთხვევითი მოვლენა, რადგან ამ დროს აქამდე უკვე ბევრად ადრე ჩამოყალიბდა კავკასიის მუზეუმი, კერძოდ თბილისში იყო უკვე დაარსებული 1850-იან წლებში და ამ დროს უკვე 1880-იან წლებში თბილისში ჩატარდა რუსეთის საიმპერიო არქეოლოგიური საზოგადოების მიერ კონგრესი, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 400-მდე მომხსენებელი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ერთი ცნობილი არქეოლოგები, როგორებიც იყვნენ ჰაინრიხ შლიმანი, ოსკარ მონტელიუსი, გაბრიელ დე მორტიე, ერნსტ შანდრი და სხვები და მათ შორის ბევრი ქართველი არქეოლოგი იმდროინდელი. და მათ შორის იყო ერთი ადგილობრივი არქეოლოგი იოაკიმოვი, რომელმაც დააფიქსირა ეს ძეგლი წალკაში და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. შემდეგ უკვე საბჭოთა პერიოდში იყო რამდენიმე აღმოჩენა 1930-იან 40-იან წლებში მეორე მსოფლიო ომამდე და უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივი ომის პერიოდში იყო კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როცა დაფიქსირდა ასეთი ძეგლები. და უკვე ბოლო პერიოდი ეს არის დამოუკიდებლობის ეპოქა 1990-იან წლებიდან ვითვლით, თუმცა ძირითადი აღმოჩენები უკავშირდება იმ ბოლო უკანასკნელ 10 წელიწადს, რასაც შევეხებით ამ პრეზენტაციის მეორე ნაწილში. ეხლა რომ დავიწყოთ თავიდან, ეს პირველი შემთხვევა, რაც დაფიქსირდა, იყო 1880-იან წლებში, როგორც გითხარით, და იყო ასეთი არქეოლოგი, მოყვარული არქეოლოგი იოაკიმოვი, რომელმაც წალკაში დააფიქსირა ნაკაწრები. დღეს ეს ძეგლი არის ცნობილი როგორც თრიალეთის ან წალკის პეტროგლიფები და ერთადერთი დოკუმენტი, ერთადერთი ცნობა, რომელიც ამ ადამიანმა დატოვა ამ ძეგლის შესახებ, არანაირი ჩანახატები და მით უმეტეს ფოტოები ამ ძეგლის შესახებ მაშინდელი არ მოგვეპოვება, იყო ეს წერილი, რომელიც მისწერა თავის კოლეგას, ევგენი ვაიდენბაუმს და ამ წერილში ეწერია ასეთი რამ, რომ ძალიან დასანანია, რომ ვერ ჩამოგბრძანდით წალკაში და აი რატომ წარმოვიდგინეთ, რომ სოფელ თაქქილისას, თაქქილის არის დღევანდელი განთიადი წალკის წყალსაცავთან, ამ ხეობაში მე მივაკლია გამოქვაბულებს, რომელთა კედლებზე გამოსახულია ნადირობის სცენები. ეს წალკაში ოდესღაც მცხოვრებ ველურთა ნახატების მთელი გალერეა. და ეს წერილი ცნობილია დღესდღეობით უკვე შემდეგში ჩატარებული კვლევებიდან, რომელსაც ასევე შევეხები. და ამის შემდეგ უკვე 1930-იან წლებში მოგეხსენებათ, რომ ისეთი პერიოდი იყო, რომ ძირითადად რუსი არქეოლოგები იყვნენ საქართველოში ბევრი, სხვა ქართველ არქეოლოგებთან ერთად. და ერთ-ერთი ასეთი იყო სერგეი ზამიატნინი, რომელმაც მიზნად დაისახა დასავლეთ საქართველოს მღვიმეების შესწავლა. და ერთ-ერთი მღვიმე, რომელიც მან შეისწავლა, უпростоრად მღვიმეების კომპლექსი იყო მღვიმევი ჭიათურასთან, სადაც მან აღმოაჩინა კლდეზე ასეთი ნაკაწრი გამოსახულებები. და ხედავთ ამ გამოსახულებებს აქ. ეს იყო 1934 წელს. შემდეგ უკვე 1938 წელს კიდევ ერთმა რუსმა არქეოლოგმა, ლეო სოლოვიოვმა უკვე აფხაზეთში დააფიქსირა ესეთი მღვიმე აღცა სოფელ ანუხვასთან, სადაც ასევე ასეთი მსგავსი ნაკაწრი გამოსახულებები აღმოაჩინა მღვიმეში. ერთი მხრივ ეს მარცხენა მხარეს, რაც წარმოდგენილი სავარაუდოდ არის პალეოლითის ხანის, ხოლო მარჯვენა მხარეს ხედავთ უკვე სულ სხვანაირი გამოსახულებებია ამ ფოტოზე. აქ არის ჯვარი გამოსახული, რამდენიმე ასომთავრული წარწერა და სავარაუდოდ ლოგიკურია, რომ დავუკავშიროთ ეს შუა საუკუნეების ეს გამოსახულებები. ამის შემდეგ უკვე 1945 წელს, სწორედ ამ მუზეუმის დამაარსებელმა გიორგი ლონთათიძემ არქეოლოგიური კვლევა ჩაატარა ხვამლის მთაზე. ხვამლისთა კარგად მოგეხსენებათ, ლეგენდებით ცნობილი ადგილია, რომ თითქოს აქ მიჯაჭვული იყო ამირანი,
ასევე რომ ქართლის მეფეები ინახავდნენ აქ სამეფო საგანძურს. თუმცა არქეოლოგებმა ამ საგანძურის ნაცვლად აქ იპოვეს თიხის ჭურჭლები და ასეთი ამ გამოქვაბულებში ამოშენებული კედლები, ქვით ამოშენებული კედლები, რომელსაც სავარაუდოდ ეს ადამიანები შუა საუკუნეებში აშენებდნენ თავშესაფრებად და მტრისაგან თავდასაცავად. და ესე ნახაზები არის შესრულებული, როგორ იყოს კედლები ამოშენებული ამ გამოქვაბულებში. და ამასთან იპოვეს კიდევ რამდენიმე გამოსახულება, საღებავით შესრულებული, ანუ ოქრით შესრულებული გამოსახულებები, ხედავთ ცხენზე ამხედრებული ადამიანების გამოსახულებები არის. უკვე მოგვიანებით 1950-ან 60-იან წლებში ოთარ ჯაფარიძე თხრიდა ზურტაკეთის ყორღანებს დმანისის მიმდებარედ და ამ მასიურ ყორღანებში, სამ ყორღანში მან იპოვა ასობით ნიშნიანი ქვა, ეს ქვებიც არის ცნობილი კარგად. ერთ-ერთი მათგანი არის აქ წარმოდგენილი. შემდეგ უკვე 1970-იან წლებში რომ მიუბრუნდეთ აი პირველ აღმოჩენას რაც ვახსენეთ, ის წერილი რომელიც თავის დროზე დაწერა იოაკიმოვმა, რაც პირველ სლაიდზე ვაჩვენე, ამ წლების განმავლობაში იყო დაკარგული. შემდეგ 1970-იან წლებში ეს წერილი ისევ ამოტივტივდა და უკვე ქალბატონმა მანანა გაბუნიამ, რომელიც ამ რეგიონში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ ექსპედიციას, ეს წერილი იპოვა და ამ წერილის საფუძველზე შეძლო ამ ძეგლის დაფიქსირება ხელახლა. უკვე და 1976 წელს ჩატარდა აქ უკვე მასშტაბური კვლევა და ალბათ ამ დროისთვის ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩატარებული სწორედ ამ ძეგლზე, კლდის ხელოვნების მიმართულებით გულისხმობ და დაფიქსირდა 100-ზე მეტი ნაკაზრი გამოსახულება, მათ შორის ერთ-ერთი აქ ფოტოზეცაა წარმოდგენილი, ასევე ნახაზზეც. და უკვე ბოლო აღმოჩენა, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაკეთდა, ეს იყო მარნეულის მიმდებარედ, რომელიც გაკეთა თამაზ კიღურაძემ. სავარაუდოდ თამაზ კიღურაძეს ადგილობრივებმა უთხრეს ამ ძეგლის არსებობის შესახებ და 1980-იან წლებში, როცა ითხრიდა ხრამის დიდგორას, ნეოლითურ ნამოსახლარს, დააფიქსირა ეს ძეგლი და საინტერესო ისაა, რომ ძალიან მცირე ინფორმაცია დატოვა, უბრალოდ დააფიქსირა ამ ძეგლის შესახებ იმ ანგარიშში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რაც ხრამის დიდი გორის ანგარიშს მოიცავს ერთ-ერთ გამოცემაში მუზეუმისა. და ეს იყო ძალიან მოკლე აღწერა ამ ძეგლის და ასევე ძალიან ესე ვთქვათ მარტივად შესრულებული ჩანახატი მის საველე დღიურში. და ამის შემდეგ უკვე იწყება კვლევები, რომელსაც ვასრულებ მე ჩემს კოლეგებთან ერთად თითქმის ბოლო 10 წელია. და რატო არ გადაცეს? აკი. მოკლედ ეს არის რუკა, კავკასიის რუკა, მაგრამ ყურადღებას მიგაქცევინებთ საქართველოზე. აქ არის დატანილი ყველა ის ძეგლი, რაც დღესდღეობით არის საქართველოში აღმოჩენილი. ხედავთ აქ წითელი და ყვითელი წერტილებით არის დატანილი ის ძეგლები, ყვითლად არის, რომლებიც არის მხატვრობა და წითლად არის, რომლებიც არის ნაკაწრები. და ერთადერთი ძეგლია და ამაზე გავამახვილებ კიდევ ყურადღებას თრიალეთის პეტროგლიფები, სადაც ასევე არის მხატვრობა. და ეს ის იშვიათი ძეგლია, რომელიც მაგალითად კავკასიის რეგიონში ასეთი ძეგლი არ არის, ანუ მხატვრობა და ნაკაწრები ერთად არც ერთ ძეგლზე არ არის წარმოდგენილი. პირველი ძეგლი, საიდანაც დავიწყეთ ჩვენ კვლევა ამ კლდის ხელოვნების მიმართულების საქართველოში, იყო დამირგაია, სწორედ არის ბოლო ძეგლი, რაც წეგან ვახსენეთ, თამარ კიღურაძის მიერ აღმოჩენილი. და ეს ძეგლი მდებარეობს მარნეულის მიმდებარედ, ზუსტად სომხეთის საზღვარზე, აი ამ ფოტოზე, აი ამ ქედის უკან, რაც ჩანს, არის სომხეთის საზღვარი, გადის სასაზღვრო ღობე და ზუსტად ამ ქედიდან დაახლოებით 200 მეტრით ჩრდილოეთით, ანუ ფერდობის ძირში, არის ეს ძეგლი. რო წარმოვიდგინოთ და დაახლოებით მიხვდებით, რომ ეს უნდა ყოფილიყო თავიდან ერთი დიდი ლოდი, რომელიც შემდეგ დაიშალა გეოლოგიური პროცესების შედეგად და მასში წარმოიქმნა რაღაც გარკვეული სივრცე, რაღაც გუმბათისებური ფორმის სივრცე. და ამ ფოტოზე არ ჩანს, მაგრამ რასაც ხედავთ კლდის ქედის წვერზე ეს კლდე გაშიშვლებული, სავარაუდოდ ეს კლდე დაიშალა რამდენიმე დიდი ხნის ზუსტად ამის მართულია, რამდენიმე 1000 წლების წინ დაუშვათ. ესეთი დიდი ლოდები არის მომფენილი მთელ ამ ფერდობზე, დაახლოებით 10-ობით ლოდი არის მომფენილი.
და რაც შეეხება ამ კონკრეტულს, ამის ვირტუალური რეკონსტრუქცია გავაკეთეთ. გავაკეთეთ ამ ლოდის ვირტუალური რეკონსტრუქცია. თუ როგორი იყო თავიდან, ეს ლოდი, რომელიც მისი ნაწილი უნდა ყოფილიყო, მისგან დაახლოებით 30 მეტრის დაშორებითაა და ვიზუალურადაც ჩანდა, რომ ის უნდა ყოფილიყო სწორედ ამ ქვის ნაწილი ერთ დროს. და ამ ვირტუალურმა რეკონსტრუქციამ, აი სწორედ რადგან სტუდენტებმა ილაპარაკეს აგისოფტში ფოტოგრამეტრიის შედეგად, გამოჩინა ესეთი შედეგი, რომ ეს ქვა, რაც არის იმ დიდი ლოდის ნაწილი, ზუსტად ჩდება ზომით და ფორმით იმ ლოდში, რაც დღეს არის პრეისტორიული ხანიდან არის გამოყენებული როგორც თავშესაფარი, დროებითი სადგომი და შემდეგ უკვე არის შესრულებული კლდის ხელოვნების ნიმუშები და ახლა ამაზეც გადავალთ. აქ უკვე 2020 წელს შევატარეთ არქეოლოგიური გათხრები, იმის გასაგებად იყო თუ არა ამ ძეგლზე, ასე ვთქვათ, არქეოლოგიური ფენები. არქეოლოგიური ფენები არ დადასტურებულა, თუმცა გეოლოგიურმა სტრატიგრაფიამ მაინც საინტერესო შედეგი მოგვცა. რაც შეეხება არქეოლოგიას, მხოლოდ ზედაპირზე დადასტურდა ძალიან მცირე რაოდენობით არტეფაქტები. რაც შეეხება კერამიკა არის რამდენიმე წარმოდგენილი, მაგრამ არის ძალიან მცირე ზომის ნატეხები და სავარაუდოდ არის შუა საუკუნეების. და ყველაზე საინტერესო აქ არის ქვის იარაღები, ობსიდიანის და კაჟის იარაღებია და მაგალითად ეს კონკრეტული იარაღი, რომელიც არის კაჟის საფხეკი, ძალიან ტიპიურია ამ რეგიონში, ანუ მარნეულის ველზე, ნეოლითური დასახლებებისათვის, ანუ სავარაუდოდ ამ ძეგლის პირველ ათვისებასაც უკავშირებთ სწორედ აი მე-5-მე-5000 წლეულ ძველი წელთაღრიცხვით. რაც შეეხება ნახატებს, არის აი ესეთი გამოსახულებები, არის ცხოველების გამოსახულებები, აი პირველ რიგში რასაც ხედავთ, ასევე არის გეომეტრიული გამოსახულებები, მაგალითად სამკუთხედები, რომბები, ზიგზაგები და სხვადასხვა. არის ერთადერთი გამოსახულება არის ადამიანის, რომელსაც ხედავთ არ ერთ მარცხენა მხარეს, ანუ თავი, ხელები და ფეხები, ხელები გაშლილი ადამიანია და არის ასევე თანამედროვე შედარებით უკვე ბოლო სავარაუდოდ მე-20 საუკუნეში შესრულებული სახელები არის მიწერილი სავარაუდოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. შემდეგ უკვე 2022 წელს კიდევ ერთ ძეგლს ვეწვიეთ და კიდევ ერთ ძეგლზე გადავწყვიტეთ დადასტურება იმ ფაქტისა, იყო თუ არა აქ ეს კლდის ხელოვნება, რომელიც უკვე ერთხელ ვახსენე, რომ 1930-იან წლებში დააფიქსირა სერგეი ზამიეტინმა და ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო ის, რომ ძირითადად მოგვიანებით ვინც მეცნიერები, ვინც ამ თემას შეეხო, ყველა აღნიშნავდა, რომ ეს ძეგლი ან დაზიანებულია, გულისხმობ ნაკაწრებს, ან გამქრალია, ან საერთოდაც არ არსებობდა. ეს არის მღვიმები, რაც უკვე ვილაპარაკე დასაწყისში. და ჩვენ ამ მღვიმების კომპლექსში, ზოგადად მღვიმების კომპლექსში შედის 5 ეხი და 2 მღვიმე და ერთ-ერთ ეხში იატაკზე დავაფიქსირეთ სწორედ ეს ნაკაწრები. ეს არის პირველი წლის შედეგები, 2 მეტრი 2 მეტრზე ფართობი გავწმინდეთ და ამ ფართობზე დაფიქსირდა რამდენიმე ის გამოსახულება, რომელიც ზამიეტინმა დააფიქსირა თავის დროზე და რამდენიმე ახალი, რომელიც მაშინ არ იყო დაფიქსირებული, სულ დაფიქსირდა ამ პატარა მონაკვეთზე 10 გამოსახულება და აი მათ ფოტოებს აქ ხედავთ. ეს არის ის ქვის მასალა, რაც ადგილზე ფიქსირდება. პირველ მარცხენა მხარეს არის ის ქვის მასალა, რაც მაშინ ზამიეტინმა დააფიქსირა და ესენი უმეტესობა მას წაღებული აქვს თავის დროზე სანქტ-პეტერბურგში. ხოლო მარჯვენა მხარეს რაც არის, ეს არის ჩვენ მიერ აკრეფილი ზედაპირზე და რა თქმა უნდა დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი კაჟის იარაღები. უკვე 2023 წელს გავაფართოვეთ აქ გაწმენდითი სამუშაოები ამ იატაკზე და ჯამში დაახლოებით 10 მეტრი 6 მეტრზე ფართობზე დაფიქსირებულია 20-დან 30-მდე ნაკაწრი გამოსახულება. და აი ამის უფრო გაუმჯობესებულ სურათს ხედავთ, ანუ ეს ხაზები არის გამოსახული შემდეგ ფოტოშოპში. და ეხლა მიუბრუნდებით რეალეთის პეტროგლიფებს, უკვე ახსენე აქამდეც, რომ მანანა გაბუნია იკვლევდა 1970-იან წლებში, თუმცა რა თქმა უნდა დღევანდელი გადმოსახედიდან იყო ახალი კვლევების საჭიროება და ეს არის სწორედ ის მთავარი არეალი, ძირითადი ტერიტორია, სადაც დაფიქსირდა თავის დროზე ეს ძირითადი გამოსახულები 100-მდე, ანუ პირველი 6 პანო. ეს არის ძეგლის აგებულება, ის ანუ ლაური ნაკადებით არის ნაკადებზე აგებული და წარმოადგენს 4 ფსევდო ტერასას, რომელიც არის მდინარე ავდრისხევის ხეობაში, რომელიც არის მდინარე ხრამის შესართავი.
და ამ ხეობაში აი სწორედ აქ არის მონიშნული ეს ადგილმდებარეობა ამ პანოების, სადაც ფიქსირდება ასეთი გამოსახულებები, ну, რა თქმა უნდა, ეს გამოსახულებები ყველასთვის ცნობილია, თუმცა ამ კვლევის მიზანი იყო დოკუმენტაციის, ესე ვთქვათ, ხარისხის და სტანდარტის გაუმჯობესება შედარებით 70-იან წლებთან. და ამ პირველ სლაიდზე არის დაჯგუფებული ცხენები და ხედავთ, რომ არის სულ სხვადასხვა სტილით შესრულებული ეს ცხენები და სავარაუდოდ სხვადასხვა პერიოდის უნდა იყოს. ჩვენი კვლევით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ცხენი კონკრეტულად არის ყველაზე ძველი, არა მარტო ამ ცხენებში, არამედ მთლიანად ძეგლზე დადასტურებულ გამოსახულებებში და სავარაუდოდ არის პარალელების მიხედვით ნეოლითის ხანის. დანარჩენი ცხენების გამოსახულებების თარიღის თმა რთულია, რადგან ყველა გამოსახულებას რა თქმა უნდა პარალელი არ გააჩნია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მეოთხე გამოსახულებას, ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს შუა საუკუნეების და ეს მხოლოდ პარალელებით არ იკითხება. ყველა გამოსახულებას აქვს თავისი, ესე ვთქვათ, პატინა, ან რაც ყველაზე ძველია გამოსახულება, აქვს ყველაზე მუქი პატინა, ანუ ნაკაწრის შიგნით რაც რჩება, ყველაზე მუქი არის ყველაზე ძველი შემთხვევაში და ასე ამის შედეგად დგინდება, ესე ვთქვათ, შედარებითი ქრონოლოგია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცხენს, ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს ხაზები, რაც აქვს აქ გამოსახული, იყოს უნაგირი. და ზოგადად კლდის ხელოვნებაში არის ესეთი ტენდენცია, რომ რაც უფრო ძველია გამოსახულები, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად დახვეწილი ფორმებია და თანამედროვე, ანუ რაც უფრო მოვდივართ აქეთ ჩვენი ეპოქისკენ, უფრო მეტად ესე ვთქვათ, მახინჯი ფორმები არის გამოსახული ხოლმე. ეხლა კიდევ ერთი ჯგუფი რაც არის ირმების ჯგუფი და ირმები ყველაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ამ ძეგლზე და მათ შორისაც არის სტილისტური სხვაობები. პირველ ორს რასაც ხედავთ არის ერთი პერიოდის და ასევე პარალელების მიხედვით ესენი არის ადრებრინჯაოს ხანის და აქვს ბევრი პარალელი, მათ შორის რობუსტანიდან და კიდე სხვა ძეგლებიდან ჩვენ მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს კონკრეტული ირემი, რასაც ხედავთ, როგორც ხედავთ, აქ ბადი არის ზემოდან გამოსახული, სავარაუდოდ არის მონადირებული, ანუ ნადირობის სცენები არის აქ ხშირი. მეორე ირემიც აქ მესამე ფოტოზე რასაც ხედავთ, ასევე აქ ის არის მოხვედრილი უკან მხარეში და ესეც მონადირებულია. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი სცენა, ირმების ჯგუფი, ერთი სტილით შესრულებული, სავარაუდოდ ერთი მხატვრის მიერ შესრულებული ირმები. რომელშიც სავარაუდოდ არის ძუძუს წოვის სცენა, ანუ ეს პატარა ირემი დიდი ირმის ფეხებს შუა არის გამოსახული. და ასე არის ასეთი ინტერპრეტაცია აქვს მიცემული. კიდევ ერთი ჯგუფი ეს არის ანთროპომორფული გამოსახულებები. პირველ ხაზში ეს არის მარტივი ჯვრის ფორმის გამოსახულებები ანთროპომორფული და მეორე რიგში უკვე უფრო რეალისტური კაცუნები, ესე ვთქვათ, რომლებიც შეიარაღებულები არიან ამ შვიდით და ისრით და არიან წარმოადგენენ მონადირეებს. ეს არის პირველი პანო, რომ წარმოიდგინოთ მთლიანი გავრცელება ამ ჯგუფის, ასე ვთქვათ, გამოსახულებების, ძირითადად არის ცხოველები და ერთი ადამიანის გამოსახულება. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს ყველა ერთ პერიოდშია შესრულებული, თუმცა სავარაუდოდ ეს ადამიანი, რომელიც შეიარაღებულია მშვიდით და ისრით, დაკავშირებულია აქედან მინიმუმ რამდენიმე ცხოველთან და ასახავს ნადირობის სცენას. და იგივე შემთხვევა აქაც იდენტური გამოსახულებები ადამიანების, ეს სამივე სავარაუდოდ ერთი პერიოდის არის ადამიანის გამოსახულებები, მშვიდით ისრით. და ეს ყველაზე ალბათ ერთ-ერთი განსაკუთრებული სცენა, სადაც არის ეს ჯოგი ირმების, ძირითადად ყველა ერთი სტილითაა შესრულებული, აი თუ დააკვირდებით ამ ტანის ქვედა ფორმას, რომელიც მორკალური ფორმა აქვს. და კიდევ ერთი საინტერესო რაც არის აქ, ძირითადად ეს არის ეს ნაწილი ერთ პერიოდში შესრულებული, დანარჩენი რაც პერიფერიებში არის, სავარაუდოდ გვიანდელებია ყველა. და ერთი საინტერესო რამ არის აქ, რომ ეს ყველა ირემი, ყველა ცხოველი მიმართულია მარცხენა მხარეს, გარდა ერთისა, რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი და მას თავზე გამოსახული აქვს ეს მშვიდი და ის არის. და მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არის წარმოდგენილი თვითონ მონადირე ადამიანი, მაინც სავარაუდოდ ეს არის ნადირობის სცენა და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ცხოველი არის მონადირებული და მას აღარ შეუძლია გაქცევა იმ დანარჩენ ცხოველებთან ერთად. ეს არის კიდევ ერთი პანო, მესამე პანო, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ არის დაზიანებული ძალიან, როგორც ბუნებრივად არის ნაცრისფერი, რაც არის ბუნებრივი დაზიანება და აქვს ასევე ხელოვნური თანამედროვე დაზიანება, ეს იასამნისფერი ხაზები რაც არის გამოსახული
და მის ქვეშ არის დაფიქსირებული რამდენიმე ცხენის გამოსახულება და კიდევ საინტერესო არის ეს მთელ ერთ რიგზე და კიდევ აქ რამდენიმე არის ბოლნური ჯვრები, სავარაუდოდ უნდა დავუკავშიროთ ეს ადრეულ შუა საუკუნეებს ან ზოგადად შუა საუკუნეებს. და რაც შეეხება უკვე რა ვახსენე, რომ აქ არის ნახატები, ეს უკვე ბოლო წლებში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დაფიქსირდა ერთი პანო, მოშორებით იმ ძირითადი პანოებისგან, სადაც მხოლოდ ორადორი გამოსახულება არის ნახატი, ანუ ეს ოქრით შესრულებული პიგმენტით გამოსახულება, თუმცა მაინც ძალიან საინტერესოა და ეს უნიკალურობას მატებს ამ ძეგლს, რომ ესე ვთქვათ, ორივე ტიპის ხელოვნება არის ამ ძეგლზე დაფიქსირებული. და აქ ხედავთ სამი ვერტიკალური ხაზია გამოსახული ერთ-ერთ სურათზე და მეორეზე არის გამოსახული ცხოველი. და ბოლო ძეგლი რაც არის ამ ჩვენი კვლევის ნაწილი და წელს ჩავატარეთ ეს კვლევა, მიუხედავად იმისა, რომ ის ნიშნიანი ქვები, რომლებიც ამ ყორღანებშია დაფიქსირებული, ჩემთვის უცნობია მათი ადგილმდებარეობა დღესდღეობით, თუმცა ეს ყორღანები რაც არის ცნობილი, ის პირველ ფოტოზე წარმოდგენილი არის ეს ლანდშაფტი, ანუ ამ ტერიტორიაზე სუბალპური ზონა და ეს არის ფოტო თანამედროვე დროით გადაღებული, როგორ გამოიყურება დღევანდელ დღეს ეს ყორღანები. და ეს კი რეკონსტრუქციები ამ ყორღანების. და ეს უკვე დაჯგუფებული ჩვენი კვლევის შედეგი ტიპოლოგია ამ ნიშნიანი ქვებისა, როგორც გითხარით, იყო 300-მდე ქვა ჯამში ამ სამივე ყორღანში. პირველ ჯგუფში, პირველ ხაზში წარმოდგენილი არის ის ქვები, სადაც რომლებიც გამოსახული არის ქაოტური გამოსახულებები და აქედან არანაირი ესე ვთქვათ, სიუჟეტი არ იკითხება. მეორე რიგში შედარებით ორგანიზებული ხაზები არის, ძირითადად ბადეებისთან მსგავსებული გამოსახულებები. მესამე რიგში უკვე არის გეომეტრიული ფორმები, ძირითადად ზიგზაგები, შევრონები, არის ასევე სპირალები და მეოთხე არის ძალიან საინტერესო, სადაც არის გამოსახული სახლები. ერთ შემთხვევაში არის ესეთი სამკუთხა სახურავიანი სახლი და მეორე შემთხვევაში დაახლოებით ქოხის ტიპის სახლი არის, საცხოვრებელია გამოსახული. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ეს ქვა, რომელიც არის ვერტიკალური, დანარჩენი როგორც ხედავთ, ყველა არის ჰორიზონტალური. და ამ ქვაზე გამოსახულებები არის ბევრად უფრო კომპლექსური ვიდრე სხვები. ხედავთ 4 სეგმენტად არის ეს ქვა დაყოფილი. პირველ ხაზში არის ირემი გამოსახული, მიუხედავად იმისა, რომ თავის მხარე დაზიანებულია, ამ რქების ნაწილის საშუალებით შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ირემი არის. მეორე ხაზში არის ეს სამკუთხედები, შემდეგ ასევე სხვა გეომეტრიული გამოსახულებები და კიდევ არის ეს ბადის მსგავსი, ძირითადად ქვედა ნაწილში დათმობილი აქვს ამ ბადის მსგავს გამოსახულებას. და კიდევ ორი ცხოველი არის აქ დაფიქსირებული, ხედავთ ორივეს ამ ორ სხვადასხვა ქვაზე. ეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სავარაუდოდ ან ჯიხვი ან მსგავსი ასეთი ცხოველი, ამაზე ნაკლებად შეგვიძლია ზუსტად ლაპარაკი თუ რა ცხოველია და ამ ჯიხვთან დაფიქსირებული არის ეს ასევე მშვიდი და ისარი, რაც ბრინჯაოს ხანაში, როგორც თრიალეთის პეტროგლიფებიდან ნახეთ, საკმაოდ გავრცელებული გამოსახულება და ბოლოს უკვე ეს არის ტიპოლოგიურად დალაგებული ეს გამოსახულებები, არის როგორც ბადეები, არის ზიგზაგები, შევრონები, სპირალის მსგავსი გამოსახულებები, ტალღები, წერტილებით გამოსახული გეომეტრიული ფორმები, სამკუთხედები, აბსტრაქტული გამოსახულებები, სახლები, მშვიდი და ისარი და ასევე ცხოველები. ეს არის მთლიანი კომპლექსი და ბოლოს მხოლოდ ამას ვახსენებ. ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, კვლევის ცენტრი არის ესეთი ჯგუფი ან ორგანიზაცია, არ ვიცი, და ამ ადამიანებმა სამცხე-ჯავახეთში ჩაატარეს, ამ ჯგუფმა ჩაატარა მასშტაბური კვლევები, ძირითადად დააფიქსირეს მიწისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ციხესიმაგრეები, ეკლესიები, ნასოფლარები და ასე შემდეგ და პირველად ჯავახეთის ტერიტორიაზე დააფიქსირეს პეტროგლიფები, რომლებსაც ხედავთ ახლა აქ და სავარაუდოდ მომავალში ჩვენი კვლევის საგანი იქნება ეს პეტროგლიფებიც. აქაც ხედავთ, რომ არის გამოსახული მხედრები, განცხენზე ამხედრებული ადამიანები. და რო შევაჯამოთ ზოგადად ქრონოლოგია ამ ძეგლებისა, გვაქვს ზედაპალეოლითი, მღვიმელი და აღცა, ასევე ნეოლითი, ბრინჯაოს ხანა და შუა საუკუნეები, თითქმის ყველა პერიოდია, თუმცა ამ კვლევებს გაფართოება სჭირდება და ამ მიმართულებით მუშაობთ დღესაც. და მადლობთ ყურადღებისთვის.
შემთხვევები შეიძლება ხალხთან. პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი საინტერესო პრეზენტაციისთვის და ესეთი ორი კითხვა დამჭირდა. კვლევის მიხედვით რა ადგილას დგას საქართველო აი ამ ქართული პეტროგლიფების მიხედვით მსოფლიოში და მეორე თვლით თუ არა რომ არსებობს მსგავსება ესპანეთში აღმოჩენილ პეტროგლიფებსა და ქართლის შორის? მეორე კითხვაზე ვიპასუხებ, რომ ჩემი აზრით მსგავსება არანაირ არ არსებობს. ერთადერთი მსგავსება რაც შეიძლება სადმე იყოს არის დაუშვათ აი ზედაპალეოლითი, რაც ის სტილი რაც არის მაგალითად ალტამირას მღვიმეში და სხვა მღვიმეებში მეორდება ხოლმე ევროპის გარეთ, კონკრეტულად მაინც დასავლეთ ევროპაში მოქცეული, მაგრამ მეორდება ხოლმე და მაგალითად აზერბაიჯანში, გორბუსტანში არის რაღაცა ისეთი სტილის გამოსახულებები, რაც დარწმუნებით აძლევთ მეცნიერებს იმის საშუალებას, რომ არის აი ზედაპალეოლითის დასასრული ბოლო ეტაპი დაახლოებით 12000 წელი. თუმცა ძალიან იშვიათი შემთხვევა და ნაკლებად სავარაუდოა მაინც ასეთი სტილის გამეორება ან დასავლეთ ევროპის მაგალითად რაღაც ძეგლებზე რო ვიპოვოთ მსგავსებები კავკასიასთან. პარალელების მიხედვით ყოველთვის ძირითადად პარალელები იძებნება ხოლმე ამ რეგიონთან, ანუ მახლობელ აღმოსავლეთთან, კავკასიასთან და ამ რეგიონთან, რომელიც კულტურულად პრეისტორიიდან დაწყებული ყოველთვის რაღაც საერთოს კავშირს იძლევა ხოლმე. და პირველ კითხვას რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩემი აზრით არც ისეთი ცნობილი არის საქართველოს კონკრეტულად ამ მიმართულებით სოფლიოში. ნუ იყო რაღაც ნაბიჯები გადადგმული ამ მიმართულებით, თუმცა ჩემი აზრით კიდევ ბევრი კვლევები გჭირდება და რა თქმა უნდა გჭირდება პუბლიკაციები, რომ საერთაშორისო დონეზე ვიყოთ მეტად ცნობილი. ისმენთ ხალბატონ ეფეთი. მე დამაინტერესა აი გამოქვაბული სხვადასხვა პერიოდის საკაცრები და რა როლები აქვს ესეთი რაღაც სამონადირეო ტრადიციებთან არის თუ რა აი ამ მიმართულებით ალბათ დაბრუნების შემთხვევა კონკრეტულად მაინც თრიალეთის ძეგლზე ვიტყოდი მე, იმიტომ რომ მუდმივად ხდება იქ ასე ვთქვათ მინიმუმ ნეოლითიდან, ნუ არქეოლოგიურად უფრო ადრიდან, მაგრამ პეტროგლიფებით მგონია ყველაზე ძველი არის ნეოლითი. და ბრინჯაოს ხანაში აქტიურად არის სულ და არის ასევე შუა საუკუნეებშიც. ჯერ ერთი იმიტომ რომ ისეთი გზაზე არის ეს ძეგლი, ისეთი ლოკაცია აქვს, რომ ალბათ ყოველთვის ადამიანი აქ ხდება. ნუ პრეისტორიას რო შევეხოთ, ძალიან ახლოს არის ობსიდიანის საბადოსთან და მუდმივად ალბათ გადაადგილების ერთ-ერთი გაჩერების წერტილი შეიძლება იყოს ეს ადგილი მათთვის, როცა ობსიდიანის საბადოზე მიდიან. და გარდა ამისა, აქ არ მიხსენებია, მაგრამ ეს ნაკაწრები სადაც არის, აქ არის რამდენიმე მღვიმე. და შესაძლოა ყოფილიყო ასევე ეხებიც, ანუ ეს პატარა თავშესაფრები, დროებით სადგომები, რომლებიც დღეს ჩამონგრეული არის. და გამომდინარე აქედან უნდა ყოფილიყო ეს ადგილი ისეთი ადგილი სწორედ, რომ აი ადამიანი ხშირად მივიდებოდა და გაჩერდებოდა ხოლმე. ლევან, თუშეთის პეტროგლიფებზე რასი? ნუ მე არ მიმუშავია აი აღმოსავლეთ მთაში რაც არის ძირითადად თუშეთშიც, ხევშიც, ხევსურეთშიც, კიდე ალბათ სხვაგანაც. ამაზე არ მიმუშავია, თუმცა ალბათ უმეტესობა არის ჩემი აზრით შუა საუკუნეების და სხვა ფენომენი არის შედარებით ამათთან რაც წარმოუდგენს. მათ ეს ქონა კითხვა. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება შუა საუკუნეები იყოს და არა უფრო ადრეული, მაგრამ ეს უბრალოდ ერთი შეხედვით არის ჩემი წარმოდგენა, არც ვარ ჯერ აქ ნამყოფი და მარტო ფოტოდან ჩემ წარმოდგენა. კეთილი არის შეკითხვა კიდევ? მაშინ დიდი მადლობა. შენაღვნიშნე რომ დანალექი რაც ედება მე ამოკაწრის შედეგ ის დასაწყოს ასაკსაც, თუ არის ამ ჩატარებული